დილამშვიდობისა, ეს არის ფიტნეს კლასი ალექსანდრასთან ერთად. მე როგორც მივხვდით ვარ ალექსანდრა, დარეფრეშებული ნანუკა გიორგაძის რუბრიკის მიერ და დღეიდან მე დილის ეთერში, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლის მეშვეობითაც შევეცდები, რომ თქვენი სხეული, თქვენი განწყობა უფრო გავალამაზოთ. ასე რომ პირდაპირ გადავალ საქმეზე და დღეიდან უკვე დავიწყებ ინტენსიურ დატვირთვას. დღეს მაქვს გეგმაში, რომ მთელი ჩვენი სხეული დავტვირთოთ და ავათამაშოთ უბრალოდ გავააქტივროთ ყველა ის კუნთი, რომელიც გვაქვს სხეულზე, განსაკუთრებით ის აქცენტური კუნთები, რომლებიც ასე მოდაშია მთელ მსოფლიოში, ანუ მთელი მსოფლიოს ქალბატონები მიილტვიან, რომ მათ ჰქონდეთ ლამაზი მოხდენილი საჯდომი, ფეხები, გრძელი თხელი და რა თქმა უნდა, ტონუსში და კერდის, ასე რომ ვიწყებ. შესაბამისად ვიწყებ სხეულის ქვედა ნაწილით, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ყველაზე მოდური და ლამაზი პროპორციულად სხეულის ნაწილები ჩვენს ორგანიზმში და დავტვირთოთ საჯდომის კუნთები. დღევანდელი ჩვენი ვარჯიშის ფუნქცია არის, რომ მთელი სხეული დაიტვირთოს. გვაქვს 5 სხვადასხვა მოძრაობა. ვტვირთავთ კისრის მალებიდან, უფრო სწორედ კისრის ყესებიდან კოჭებამდე აბსოლუტურად ყველაფერს და დავიწყებ პირველ რიგში გახურებით, რადგან გახურების გარეშე არც ერთი ვარჯიში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ, რადგან ტრავმების ალბათობის ზრდა შეიმჩნევა ამ შემთხვევაში. მაშასე თავის კისრის მალები მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან. წრიული მოძრაობა არ არის რეკომენდებული. ტრავმების ალბათობა ამ შემთხვევაში იზრდება. დავტვირთოთ ხელები, გავახუროთ, როგორც ხედავთ, ჩემთან საკმაოდ მზიანი ამინდია. ქარი აქ არ უბერავს შენობაში. შესაბამისად, განწყობას ქმნის არაჩვეულებრივს ეს მზის სხივები. მინდა ვახსენო ბაკურიანი, რომელიც არის ჩემი რუბრიკის სპონსორი და ასევე ჩვენი მეგობარი Gym 1. ვახურებთ ხელებს, გადავდივარ წელზე ამასობაში, შევეცდები ეს ყველაფერი სწრაფად გავაკეთო. თქვენ უფრო კონცენტრირებული უნდა იყოთ ყველაფერზე. იმედია, გაცვიათ კომფორტული ტანის სამოსი და გაქვთ ხალიჩა, სპორტული ან უბრალო სახლის ხალიჩა. გადავდივართ მუხლების გახურებაზე და ნეილ-ნელა ვასრულებთ გახურების ეტაპს. რა თქმა უნდა, განწყობა გვაქვს არაჩვეულებრივი, იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება გავილამაზოთ. ჩემი მიზანია, რომ სხვადასხვა ვარჯიშების მეშვეობით, სხვადასხვა პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენი სხეული უფრო გავალამაზოთ და მეტი мотиваცია შეგექმნათ 2015 წლის ზაფხულისთვის ყველანი ძალიან მაგარ ფორმაში უნდა ვიყოთ. ნებამომეცით დავიწყო ვარჯიში და ვიწყებ ჩაჯდომებით. გვაქვს 3-3 ბიძგი თითოეულ მოძრაობაზე. მაშასე, გვერდით დავდგები, რომ უფრო კარგად დაინახოთ ის ამპლიტუდა და ის ტრაექტორია, რაც უნდა გააკეთოთ. მაშასე, პირველი 1 2 3 1 2 3 1 2 3 როგორც უკვე გითხარით, 3 ბიძგს ვაკეთებ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, კარგად ღრმად ჩაჯდეთ. თუ დამწყებები ხართ ამყევით მე, ასევე შეგიძლიათ უფრო დაბლა ჩაიწიოთ. ეს უკვე მეხუთეა. არ დაგავიწყდეთ სუნთქვა. კოტე ძალიან მაგარი ხარ, დიდი მადლობა რომ შემომიერთდი. მე შემიძლია პირობა მივცე ტელემაყურებელს, რომ GDS-ში სულ რაღაც თვენახევარში აბსოლუტურად ყველა იქნება ძალიან მაგარ ფორმაში. მაშასე ეს არის 10. დავტვირთეთ საჯდომის კუნთები და ზუსტად იგივე კუნთებისთვის სხვა მოძრაობას ვაკეთებ. მაშასე პირველი ჯდომი, ამჯერად უკვე ფეხი გვაქვს წინ, შეცადეთ რომ ეს იყოს 90 გრადუსიანი დახრა, უკანა ფეხი გაჭიმული და ვიწყებ. 1 2 3 მეორე ფეხი 1 2 3 შეგიძლიათ ერთდროულად გააკეთოთ მარცხენა ფეხი, ანუ 10 მარცხენა და 10 მარჯვენა. ან სრული შემთხვევაში ცვალოთ, რომ არ მოგვეზრდეთ. 3 არ დაგავიწყდეთ სუნთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟანგბადი სწორად მიეწოდებოდეს ჩვენ ორგანიზმს, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში გავძლევთ ჩვენ დიდ ხანს სავარჯიშო დარბაზში. 2 3 1 2 3 ძალიან კარგია.
დავტვირთვეთ ფეხები, საჯდომის კუნთები. საჯდომდე გვაქვს 3 კუნთი, რომელიც ამ შემთხვევაში დაიტვირთა 2 ვარჯიშის მეშვეობით. დაიტვირთა ასევე გრძელი ბარძაყის კუნთი და წვივები. გადავდივარ შემდეგ ეტაპზე. საკმაოდ რთული ყოფილა თან ვარჯიში და თან საუბარი. გადავდივარ შემდეგ ეტაპზე, სადაც უკვე სხეულის ზედა ნაწილს ვავარჯიშებ, ანუ კერძოდ მხრებს და გულმკერდს. მაშინ ასე ფეხები ერთმანეთზე გადავაჯვარედინოთ, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მარტივია აზიდვების გაკეთება, განსაკუთრებით დამწყები მოვარჯიშეებისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდება. მაშინ ასე 3 ცალი ბიძგი არ დაგვაუწყდეს სუნთქვა და ვიწყებ. 1, 2, 3. 1, 2, 3. თან არ დაგავიწყეთ დათვა. განწყობას არ ვაკეთებთ. სულ რაღაც 4 გრჩება. გასაკეთებელი. ასე ავარჯიშეთ კლავები, გახურებულია ჩვენი კლავები. ახლა კი გადავდივარ წელის ვარჯიშზე. წელის ვარჯიში წვებით მუცელზე და ხელები აგვაქვს თავთან. 1, 2, 3. 1, 2, 3. 1, 2, 3. თითოეულ ბიძგზე ავდივართ, რაც შეიძლება მაღლა. 3. იმედია იგრძენით შეხურებული წელის კუნთები და ახლა გადავდივარ პრესის ვარჯიშზე. ისევ 3 ეტაპი, 3 ბიძგი და 3 სიმაღლე. დავიწყეთ ამოსუნთქვა. გონი ბოლო იყო, რაც თავარია 10 უნდა გავაკეთოთ ეს ვარჯიში და იმისათვის რომ მივიღოთ რაც შეიძლება კარგი შედეგი, შეეცადეთ რომ ზუსტად იგივე 5 ვარჯიშიანი მოძრაობები გააკეთოთ 3-ჯერ. ანუ რამდენიმე წამი შეისვენეთ, შემდეგ კვლავ დაუბრუნდით იგივე ვარჯიშებს და კიდევ ერთხელ დაუბრუნდით შემდეგ მესამედ და საბოლოოდ. ძვირფასო მაყურებლებო, იმედია მოგეწონათ ჩემი ფიტნეს კლასი. შევეცდები რომ ყოველ დილით რაც შეიძლება კარგი განწყობა შევქმნათ ჯიმ1-ის ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად და ბაკურიანის წყალთან ერთად, რომელიც როგორც უკვე გითხარით არის ჩვენი სპონსორი და მეგობარი, ასე რომ იყავით ჩემთან ერთად, განეწყვეთ დადებითისკენ და ივარჯიშეთ. სილამაზე არ მოითხოვს მსხვერპლს, ის უბრალოდ ინტენსიურ ვარჯიშს მოითხოვს. დროებით!